ვინ წააგო ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში. ოცნების იუსტიციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც ამტკიცებს, რომ არბიტრაჟში დავა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წააგეს. თუ უწყებას დაუჯერებთ, ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა მათი სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ინვესტორს ეკისრებოდა, რომელმაც საჭირო სახსრები ვერ მოიძია. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი მხოლოდ ინვესტორი იყო, ასევე მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო. სამინისტროს ცნობით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭუქვეშ არ დამდგარა და ანაკლის განვითარების კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლის სპორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლის სპორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლის სპორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ქონია. აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6.5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდის ვალდებულება. ოცნების იუსტიციის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს პარტია ლელო. ხაზარაძე ჯაფარიძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ მათ ლიდერებს ვაშინგტონის არბიტრაჟში მიმდინარე დავასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ლელოს წევრების თქმით, დავის ავტორი ინვესტორი ბობ მეიერი იყო. იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ტყუის მორიგ ჯერზე, როდესაც ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რაიმე შეხება გააჩნიათ იმ ვერდიქტთან, რომელიც დღეს იქნა გამოტანილი ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ. მინდა საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ეს იყო კონკრეტულად ბობ მეიერის სარჩელი, მისი საქმე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემხედლობაში არ არის არც მამუკა ხაზარაძესა და არც ბადრი ჯაფარიძესთან. ეს არის ბობ მეიერის საქმე და შესაბამისად უნდა იქნას აღქმული და განხილული როგორც მისი საქმე კონკრეტულად. ყველაზე მთავარი აქ დღეს არის ის, რომ 6 წლის წინ რუსულმა ხელისუფლებამ ჩაძირა ანაკლის ღმერთწყალოვანი პორტის პროექტი და ჩვენ ვხედავთ, რომ არც შემდგომ პერიოდში, არც ერთი წლის განმავლობაში არც ერთი ნაბიჯი არ გადადგულა იმისაკენ, რომ ეს პროექტი დასრულებულიყო და წასულიყო წინ. ლელოს ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. მისი თქმით, ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის წაგების შემდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე პარტნიორი ინვესტორისგან დისტანცირებას ეცდილობენ. ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, ინვესტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ მათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ ამ ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს ამ პროექტის განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი მათ შორის გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ძალიან აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე, საუბარია მათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა და ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაზღვევა იმის გამო, რომ ის რაღაც პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურნენ დავის ავტორი, ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი და ანაკლის განვითარების კონსორციუმი. ბობ მეიერის არბიტრაჟო გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტს უწოდებს და მიაჩნია, რომ ტრიბუნალმა საკითხი მხოლოდ ვიწრო კონტექსტით განიხილა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი. იყო თუ არა საქართველოს მთავრობა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფლებამოსილი შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. გადაწყვიტა განმეხორციელებინა ინვესტიცია ანაკლის განვითარების კონსორციუმში და ანაკლის სპორტის პროექტში, რადგან ხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს. გამختارიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი. ასევე ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების ანაკლის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ და გვჯეროდა, რომ ჩვენი საერთო უნარის განგვევითარებინა სპორტის პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში. რაც შეეხება ანაკლის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, მათი თქმით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ ცვლის ფაქტს, რომ ქართულმა ოცნებამ ანაკლის განვითარების შესახებ თავისი მრავალწლიანი დაპირება სრულად დაარღვია.
მიუხედავად იმისა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სამწუხარო ის არ ცვლის მთავარ ფაქტს, ამ მთავრობამ სრულად დაარღვია თავისი მრავალწლიანი დაპირება ანაკლის განვითარების შესახებ. საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სულ რამდენიმე კვირაში ქართული ოცნების მთავრობამ დაიწყო 5 წლიანი ცარიელი რიტორიკა და შეუსრულებელი დაპირებები ანაკლის სპორტის აშენების შესახებ. დღეს კი 5 წლის შემდეგ არ არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება არც ერთ ინვესტორთან. მით უმეტეს არ არის დაწყებული მშენებლობა. ამ მთავრობას რომ შეესრულებინა თავისი ვალდებულებები და დახმარებოდა ანაკლის განვითარების კონსორციუმს, ანაკლის სპორტი უკვე ამუშავებული იქნებოდა. შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის, გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს გლობალური ვაჭრობის მნიშვნელოვან რგოლად აქცევდა. ასე რომ მოქცეულიყო ეს მთავრობა მსოფლიო არენაზე, ანგარიშს გასაწევ ძალად იქნებოდა აღქმული და არა იმ იზოლირებულ ფიგურად, რაც რეალურად გახდა. ზუსტად 1 წლის წინ 2024 წლის 30 ივლისს დასრულდა ანაკლის განვითარების კონსორციუმის ძირითადი საარბიტრაჟო დავა. კონსორციუმის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მას არბიტრების მომსახურების ანაზღაურების სახით $650,000 გადახდა დაეკისრა. სარჩელის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ის თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა სახელმწიფო, როდესაც 2020 წლის იანვარში ცალმხრივად გაწყვეტა 2016 წლის 3 ოქტომბერს ანაკლის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო შეთანხმება.